მოგესალმებით, მეგობრებო. ეს ჩვენი მეოთხე მარშრუტი. ყველა მარშრუტს დასაწყისი და დასასრული აქვს ერთი და იგივე. იწყება აი ამ ჭიშკრიდან, გამოსასვლელიდან, მარცხენა ციმციმით გამოვდივართ. შემოსვლის შემდეგ წრეულზე უთმობთ ყველას და შემოსვლის შემდეგ უკვე მარჯვენა ციმციმა უნდა ჩავრთოთ და წამოვიდეთ ამ მიმართულებით. დაიმახსოვრეთ ზუსტად ეს მიმართულება ადრე ბევრს ეშლებოდა ხოლმე და შედიოდნენ ხოლმე მარჯვენა მხარე, სადაც ავტობუსის გაჩერებაა და ჩვენ შესვლა გვეკრძალება. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ პირველ შესასვლელში არ შედიხართ და მეორეში უნდა ჩამოხვიდეთ. იქ წითელი აგურიც გვეხატია, რომ შესვლა აკრძალულია. პირდაპირ მოძრაობთ, ამ შემთხვევაში 30-ით მოვდივართ. წინა ვიდეოებში მეტად თავისუფალი იყო გზა და შედარებით უფრო სწრაფად გვიწევდა მოძრაობა. ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, მარჯვენა მხარეს დაფრთხოლებებს ხედავ, სარკეში ჩავიხედები, გვერდით გამოვხედავ და ცოტათი მოვიწევი მარცხენა მხარეს, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს ქვეითი არის და პლუს მაგას მანქანა დგას. მანქანასთან ახლოს ჩავლის უფლება არ გვაქვს, სარკეში ჩავმოწმეთ, გვერდით გამოვიხედებით, ოდნავ ესე გადმოვიწევით, გვერდსაულის ზოლი გადავკვეთით, ამიტომ მარჯვენას ჩავრთავ, სარკეში ჩავიხედები და გვერდით გავხედავ, გადმოვალ უკან. 500 მეტრი მარჯვნივ დაგვიძახებ და მერე გვეტყვის 300 მეტრი მარჯვნივ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მარჯვენა ზოლი უნდა დავიკავოთ, ანუ მარჯვენა ციმციმა ჩავრთე, სარკეში შევამოწმე, გვერდით გავიხედი, არავინ არ არის, გადმოვდივარ ნელ-ნელა. ხედავ, რომ მანქანას უკანა მხარე აქვს გამოშვერილი, ანუ ისევ მარცხენა ჩავრთე, ოდნავ მოვიწიე და გავთიშავ. გავთიშავ, იმიტომ რომ მარჯვნივ დაბრუნება აღარ მიწევს, ხო, ანუ ზოლი არ გადამიკვეთია, ერთი ზოლია თავისუფლად შემიძლია მოძრაობა, მაგრამ გვერდის ავლის დროს მაინც აუცილებელია რომ გამოვიყენოთ. ეს არის მეოთხე მარშრუტი, გავიმეორებ, მალე მოუხვიეთ მარჯვნივ და აი აქ შესვლის უფლება ამ შემთხვევაში მაქვს, იმიტომ რომ არ უკვეთავ არც ერთ მხარეს მიმართულებას, ძალიან ესა ზოლებს და ძალიან ნელა შემოვდივარ. მარცხენა მხარეს მანქანა მეფარება, გავიხედე მხარზე, ვხედავ რომ რამდენიმე მანქანა მოდის, შემოვდივარ მარჯვენა მხარეს, ესე გზას მოვყვები სწორად 70-იანი გვაქვს, მარცხენა ციმციმას ჩავრთავ, ორი მანქანა ჩანს. ეხა ერთმა გამასწროს, ეხა მეორეც ჩაივლის, ამასთან ერთად ნელ-ნელა აჩქარებას დავიწყებ, სარკე შევამოწმე, მხარზე გამოვიხედე და გადმოვდივარ შეუერთდებით. თუ საჭიროა ბოლომდე შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ და ბოლო მომენტში თუ ვერ გადმოხვედით, ისევ ვიმეორებ, რომ გაჩერება შეიძლება, გაჩერდებით, დაელოდებით, რომ გზა თავისუფალი იყოს და ამის შემდეგ შემოუერთდებით. არც ერთ შემთხვევაში არ იჩქაროთ, არ იფიქროთ, რომ ვინმე მოდის და მოდი აი ცოტათი შორს არის და გადავასწრებ, არა. თუ ეხლა მაგში შორეზეა, გადავასწრებ აღარ გამოდის, ხო, ანუ ჩვეულებრივად მარტივად შევუერთდებით. მაგრამ თუ არ არის, ესე იგი და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი შევასწრებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩერება და ვალდებულება გვაქვს, რომ დავუთმოთ, ხო? ამიტომ დაუთმეთ აუცილებლად და არ იჩქაროთ. აქედან დაგვიძახებს 500 მეტრში მოვუხვიოთ მარცხნივ. გავივლით 200 მეტრს, 70-იანია გავიმეორებ, ამ შემთხვევაში ისევ 50-ით მიწევს მოძრაობა, 5 საათი არის. პირველი 2 საათისკენ ესეთი დატვირთული მოძრაობა არ შეგხვედრია, ხო? 300 მეტრში მოვუხვიოთ მარცხნივ. თავარია ზოლში სწორად ვიმოძრაოთ, პირდაპირ გავაგრძელოთ მოძრაობა და საჭე აქეთ-იქით არ ვამოძრაოთ და ზედმეტი მოქმედება არ გავაკეთოთ. მარჯვენა მხარეს ქვეითები არიან, შეიძლება გზაზე საერთოდ არ გადმოვიდნენ, თან ნელა მოვდივართ, მაგრამ ყურადღება მაინც უნდა გავამახვილოთ, რომ შეიძლება წამოვიდნენ და დათმობის ვალდებულება, ანუ საშიშროება შეგვიქმნან, რომ ჩვენ წინ იყვნენ რა. აი აქ პირდაპირ და მარცხნივ ისართან გვეუბნება, მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, ძალიან ნაპირზე არ მიხვიდეთ მარცხენა მხარეს, რომ მოხვევის დროს უკანა საბურავი გადაკვეთავს და ჩავიჭრებით. ახლო დისტანციას ვიჭერთ, ცენტრამდე მოვდივართ, ვიჩერდებით, წინიდან წამოსული მანქანები უნდა გავატაროთ და აი ხა მან დაგვითმო და ჩავიხედეთ მარცხენა სარკეში და ჩამოუხვიეთ მარცხნივ. ორი ზოლი გვაქვს ჩვენ და მარცხენა ზოლში ჩამოვდივართ. უკიდურეს ესე ბოლო მარცხენა მხარე, რომელიც არის საპირისპირო და იმას უნდა მოვერიდოთ. ბევრი ჩასულა იმ მხარეს, იმიტომ რომ გონიათ, რომ მარცხენა ზოლი ის არის, როდესაც არავინ არ ჩანს ქვევიდან, რომ არ ამოდიან. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ორი ზოლია, მარჯვენა და შუა არის ჩვენი და მარცხენა არის საპირისპირო, ანუ მარცხენა ზოლში ჩამოვედით. დაბრკოლებები იყო და არ გადმოვედით მარჯვენა ზოლში წინ, ეხა ქვეითა გადასასვლელის ნიშანი დგას, მხარზე მარცხნივ, მარჯვნივ გავიხედეთ. ხო, ერთი გამოვიარეთ, იმდენად ბრმა ადგილას არის, რომ თითქმის არ ჩანს და კადრში ალბათ შეამჩნევდით ძალიან პატარათი ჩანს ნიშნის
კადრიც რა ძალიან მცირედი ჩანს. კიდევ ერთი ქვეითა გადასასვლელი 40 გვაქვს მაქსიმალური და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ 40 არ გადავაჭარბოთ, მარცხნივ მარჯვნივ გავიხედეთ, გამოვიხედეთ, არავინ არ მოძრაობს, 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირ დაგვეძახებს, მარჯვენა ციმციმას ჩავრთავთ, სარკეს შევამოწმებთ, გვერდით გამოვიხედებით და გადმოვართ. ადრე ამდენჯერ არ გვჭირდებოდა ხოლმე ზოგადად გვერდით გამოხედვა მხრებზე, იმიტომ რომ ეხლა ამ მომენტში მაგალითად ეს გზა მთლიანად ჩანდა სარკეში, მაგრამ საჭიროა მაინც რომ შევაფასოთ სიტუაცია კარგად და გვერდითაც დავინახოთ, იმიტომ რომ რაღაც მონაკვეთში შეიძლება არც ხმა იყოს, არც არაფერი ჩანდეს, მაგრამ უცებ გვერდიდან შემოგვიერთდეს, იმიტომ რომ ბევრი შემოსაერთებელია, ანუ პარკირებები არის და მოსახოვებია. 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ ცოტა უკან დაგვიძახებ და აქ რომ მოვალთ უკვე გვეტყვის რომ მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ ოდნავ შევანელებ, მანქანას ასვლა უჭირს, როგორც ჩანს, დისტანციით გავაჩერებ. ავიდა, ნელ-ნელა დავძრავ და გავაგზავნებ ფრთხილად მოძრაობას. მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ, ჩავთავ მარჯვენა ციმციმას, ზებრაზე გავითვალისწინებ, რომ არავინ არ იყოს, გამოვხედე, არავინ არ მოძრაობს, მარჯვენა მხარეს წამოვედი, სამკუთხედებთან დათმობა გვაქვს მარცხენა მხარეს უნდა გავიხედოთ, მარცხენა ციმციმას ვთავთ, ხარზე გავხედავ, ოდნავ მოშორებით არიან მანქანები და ნელ-ნელა წინ წავალ, აქ რომ მოვალ ხაზებთან კიდევ ერთხელ გავიხედები, ჩემ ზოლში არავინ არ მოძრაობს, შუა და მარცხენა ზოლში არიან სარკეში, ჩავიხედები და შემოვდივარ მარჯვენა ზოლში. ქვეითა გადასასვლელზე ქვეითები არ მოძრაობენ, ციმციმა ჩართული დავტოვე ხა და ბარემ შუა ზოლშიც გადავალ, ხო, მარცხენა სარკე მხარზე გავიხედე და გადმოვდივარ შუა ზოლში. და აქედან უკვე შუა ზოლიდან გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ, სანამ ახალ მინიშნებას არ მივიღებთ. ქვეითა გადასასვლელზე გავიხედოთ, გამოვხედოთ ორივე მხარე აუცილებლად კარგად დააფიქსირეთ, რომ არავინ არ მოძრაობდეს. სიჩქარე არ გვჭირდება, რაც უფრო მშვიდად და წყნარად ვიმოძრავებთ, ჩვენთვისვე უკეთესი იქნება. მოთმინება მეტი უნდა გამოვიჩინოთ და არ ვიჩქაროთ არც ერთი ნაბიჯი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. შუქნიშანზე მწვანეანთია, ქვეითებზე გავიხედეთ, არავინ არ მოძრაობს, ვაგრძელებთ მოძრაობას. შეგიძლიათ ამ ყველაფერზე ისაუბროთ, უთხრათ, რომ ქვეითა გადასასვლელზე შევამოწმე ორივე მხარე არავინ არ მოძრაობს, თუ ვინმე დგას, მაგალითად მწვანე გვინთია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეითი დგას, მაგრამ მწვანე მინთია და სიფრთხილის ზომებით ვაგრძელებთ მოძრაობას, ანუ სიფრთხილის დაცვით მივდივართ პირდაპირ. ან მარცხნივ იქნება თუ მარჯვნივ ის გზა, საითაც გავაგრძელებთ, ხო? აქედან უკვე ნახეთ, წინაზე შევედი როგორც მახსოვს მარცხენა ზოლიდან. ეხლა მოდი მარჯვენა ზოლიდან, ანუ შუა ზოლიდან შევიდეთ და წინ ორი ზოლი იქნება და მარჯვენაში მოგვიწევს რომ შევიდეთ. მარჯვენა მხარეს ყვითელი ზოლები არის და იქ ყურადღება არ მიაქციოთ, არ იფიქროთ, რომ აი ეხლა და ჩამჭრის ეს ზოლი და რაღაც არა, ყვითელზე შეგიძლიათ თავისუფლად გაიაროთ, პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, მარჯვენა სარკეს ვამოწმებთ, იმიტომ რომ მარჯვენა ზოლში ვინც იყო, იმან შეიძლება გადმომიჭრას გზა და ჩემ ზოლში შემოვიდეს, დაბრკოლება უკვე შევხვდა, ჩავრთე მარცხენა ციმციმას, სარკე მხარი, ანუ ფანჯარაში ვიყურებით აუცილებლად და გადმოვდივართ ის. ეხლა ქვეითებს უთმობთ, როგორც მივხვდი, შევანელეთ, დისტანცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავიჭიროთ წინმყოფ მანქანებთან. შეიძლება ჩვენ წინმყოფი მანქანები არ იყვნენ შორს, ახლოს იყვნენ, მაგრამ მოძრაობის დროს, ქვეითი დგას მარცხენა მხარეს, ერთი წამით გავაჩერებ, დავაკვირდები, რომ რაღაცას ელოდება, არ მოძრაობს, ანუ აქეთ არ გადმოდის, გავამახვილეთ ყურადღება, რომ ჩვენი მიმართულებით არ მოდის და გავაგრძელეთ მანქანით ისევ გადაადგი მოძრაობა. საცობია წინ, რამდენიმე მანქანა არის და დისტანციაზე რასაც ვამბობდი, ხო? გაჩერების დროს მეტად ახლო დისტანცია გვიჭირავს, თუ უფრო სწრაფად იმოძრავებენ, დისტანცია მაინც უნდა დავიჭიროთ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ თუ უფრო სწრაფად ვიმოძრავებთ, უფრო მეტი დისტანცია უნდა გქონდეს, ანუ რაც უფრო სწრაფად მოძრავთ, დისტანცია მეტი უნდა გვეჭიროს, რაც უფრო ნელა მოძრავთ, შედარებით ნაკლები შეიძლება, მაგრამ არ მიხვიდეთ ზედმეტად ახლოს არც ერთ შემთხვევაში. და ხო, საჭეს ახლა მე კი ვუშვებ ხელებს, მაგრამ საჭეზე ხელის გაშვების უფლება არ გვაქვს, თუ გავუშვებთ. შეიძლება რომ მაგალითად, სველი ხელი გავიწმინდოთ, თმა თუ გვაქვს თმა გადავიწიოთ, ან სათვალე თუ გვაქვს სათვალე გავისწოროთ, მაგრამ ორივე ხელის გაშვების უფლება არ გვაქვს. ჯობია როცა გაჩერდებით, მაშინ გაიწმინდოთ ხელი, სათვალე გაისწოროთ, თმა გაისწოროთ. რა მოქმედებაც არ უნდა გააკეთოთ, ჯობია უსაფრთხო როცა იქნება, მაშინ ქნათ. შევანელებ, მარცხნივ, მარჯვნივ ქვეითები არ არიან. ამაღლებული ზებრა არის და აი ესე 10-ით გადავედი და ნელ-ნელა ავაჩქარებ მანქანას. მერე ისევ
შუქნიშანზე წითელი ანთია გას, გავუშვებთ ფეხს, მერე პატარა თი მსუბუქად ვანელებთ მანქანას, აუცილებელია რომ ნელი აჩქარება გქონდეს და ნელი მსუბუქი, ძალიან მსუბუქი აჩქარება, მსუბუქი შენელება. არ ვიჩქაროთ, ზედმეტი გაზი არ დავაჭიროთ, არც ზედმეტი მუხრუჭი არ გამოვიყენოთ. აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ. ანუ იქ ერთხა უნდა მოვაბრუნოთ მანქანა და უკან უნდა წამოვიდეთ. მეორე მარშრუტშიც ზუსტად იგივე მონაკვეთი გავიარეთ, მაგრამ მერე იქნება ცვლილება. შევანელოთ მარცხნივ მარჯვნივ ორივე მხარეს ვუყურებთ, არ არიან და ვაგრძელებთ. 30 წამი წითელი აინთო ვაჩერებთ, აქედან გვეტყვის ან გზაჯვარდნის რო გადავალთ, რომ 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ, ვითვალისწინებთ იმას, რომ მარცხნივ და მარცხნივ მოხვევის დროს უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად პირველი ზოლი. ანუ პირველ წრიულის პირველ ზოლში შევდივართ, მოხვევის შემდეგაც პირველი და ისევ მეორედ მოხვევის შემდეგაც ისევ პირველი ზოლი უნდა დავიჭიროთ. 5 წამია მწვანე, ზებრაზე გავიხედეთ, გამოვიხედეთ, არავინ მოძრაობს, ისევ შუქნიშანს შევხედეთ, მწვანე აინთო და ვაგრძელებთ მოძრაობას. მარცხენა ზოლი გვიჭირავს, ზედმეტად შიგნით არ შეხვიდეთ, ან ზედმეტად პირიქით მეორე მხარეს მარჯვნივ არ წახვიდეთ, ან მარცხნივ, ხო? ქვეითთა გადასასვლელზე მანქანა დგას, იქით მხარეს აი გვეფარებიან, გავხედოთ, მარცხნიდან გოგონა არის, გავაჩერებ, დავუთმობ, მარჯვნივ არავინ არ არის და რადგან ეხა ეს მანქანა მომეფარა, გამცდეს, დავინახო რომ არავინ არ არის და მერე წავალ. თუ იქ მე ვერ დავინახე რომ არავინ არ არის, ვინმე არის თუ არა, მაგ შემთხვევაში ვინმე რო იყოს შავიჭრებით, ამიტომ ველოდებით აუცილებლად. 300 მეტრის როგორც გითხარით, გვეტყოდნენ ორივე მხარეს ზებრას ვამოწმებთ, აქ გვეუბნება მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ, ანუ ჩავრთეთ მარცხენა ციმსიმა და აი რას ვამბობთ, ნახეთ, პირველივე მარცხენა ზოლში მარჯვნივ მხარზე გავიხედოთ, რომ შეიძლება შემოდიოდნენ და არ დაგვითმონ და კიდევ მარჯვნივ ვიყურებით მხარზე, ხედავ რომ შორს მოდის მანქანა და ისევ მარცხენავე პირველივე ზოლში უნდა შევიყვანო მანქანა. და აქედან ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. ქვეითთა გადასასვლელზე აბა მარჯვენა მხარეს ბიჭი დგას, რომელიც რაღაცას ელოდება მარშრუტკას დაუქნია ხელი. შესაბამისად ჩვენც გავაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. 15 წამია მწვანე, მაგრამ ეს შუქნიშანი 4-3 წამიდან წითლდება ხოლმე. ქვეითთა გადასასვლელზე მივიხედოთ ორივე მხარეს. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ არავინ იმოძრავებს. 4 წამია მწვანე და ვნახოთ აბა შევანელებ ეხა და სტოპთან გავაჩერებ. ხო, ამ შემთხვევაში 4 წამიდან არ გაწითლდა, შეიძლება გამოასწორეს, მაგრამ იყო მომენტი, როცა 3-4 წამი როცა იყო ხოლმე დარჩენილი, წითლდებოდა ხოლმე. ამიტომ კარგად მიაქციეთ ყურადღება, რომ არ გაგიწითლდეთ. შუქნიშანს უყურებთ, რომ 15 წამის მანძილზე ხა აკვიწევს თქო, ასევე შეგვიძლია შევამოწმოთ სარკეები, რომ ჩვენს ირგვლივ ვიცოდეთ რა სიტუაციაა, მარჯვენა მხარეს უყურებთ, რომ ციმციმ არ გქონდეს ჩართული მაგალითად და წინ არ გადმომიჭრას მერე და მარცხენა ზოლში არ შემოვიდეს, 3 წამია დარჩენილი, მწვანე აინთო და გავაგრძელეთ მოძრაობა. მარცხნივ მოვიწიე, გავასწორე საჭე, ოდნავ შევანელი, იმიტომ რომ ქვეითთა გადასასვლელი არის და რაც არ უნდა იყოს მწვანე გვაქვს, არ ვუთმობთ წესით, მაგრამ შეიძლება წინ შემოგვივარდნენ და შესაბამისად დაჯახება არ შეიძლება და ვჩერდებით. კიდევ ერთი ქვეითი. ორივე მხარეს, მარჯვენა მხარეს ბიჭები მოდიან, მარცხენა მხარესაც გოგო წამოვიდა, ამიტომ ველოდები სანამ არ გადავლენ. ორივე მხარეს როცა აღარ იქნება ქვეითი, მერე გავაგრძელებთ მოძრაობას. მარცხნივ არ არიან, ორივე მხარეს ჩვენ ზოლში დატოვეს, ბოლო ქვეითებმა მოძრაობა და ჩვენც ვაგრძელებთ მოძრაობას. მწვანე გვინთია, ჩვეულებრივ ვაგრძელებთ, უბრალოდ ვითვალისწინებთ იმას, რომ შეიძლება წითელი აინთოს, ამიტომ შედარებით ნელა, აი, თავარ შუქნიშანს მარჯვენას გამოვსვით და გავაგრძელებ მოძრაობა, იმიტომ რომ რადგან მწვანე იყო ისევ, გაჩერება აღარ მოგვიწია, ხო? თუ მარჯვენა შუქნიშანს გაელვით და მერე მარცხენაზე გამწითლდება, მაგ დროს არ ვჩერდებით. ჩვეულებრივ უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა და ეს უკვე პრობლემა არ არის, ხო? თავარია მარჯვენა მთავარი შუქნიშანი არ გავიაროთ წითელზე. ჩავრთავ ახლა მარჯვენა ციმსიმას, მარჯვენა სარკეს შევამოწმებ, მხარზე გავიხედები მარჯვენა ფანჯარაში და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. ქვეითთა გადასასვლელია ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ მარჯვენა მხარეს შეიძლება ხალხი იდგეს და ეს ბუჩქები გვეფარებოდეს, ამიტომ ვანელებთ, როცა დავწმუნდებით, რომ არავინ არ არის, შემდეგ უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. მანამდე მოძრაობის გაგრძელება შეიძლება სანამ დავწმუნდებით, მანამდე გაგრძელება სახიფათო იქნება, ამიტომ დარწმუნდით აუცილებლად კარგად.
მარჯვენა ზოლში ვარ და შუა ზოლით ვაგრძელებთ ახლა მოძრაობას, მწვანე გვინთია, თავისუფლად გავაგრძელებთ. შუაში შევდივართ და წინ ვაგრძელებთ მოძრაობას. აქ უკვე ნახეთ, შუქნიშანი აღარ არეგულირებს ამ ზებრას უпростоრად და შესაბამისად ვინმე თუ იქნება აუცილებლად უნდა გავატაროთ. ძალიან ბევრი ჩაჭრილა მაგაზე, რომ ეგონათ, რომ ის შუქნიშანი, რომელიც გზაჯვარედინამდე გამოვიარეთ, ის არეგულირებდა ამ ზებრასაც და შესაბამისად არ უთმობდნენ ხოლმე. 50 გვაქვს, ისევ გავიმეორებ, რომ დაიმახსოვროთ, რომ ქალაქში, აი ესე, ყველგან გვაქვს 50 მაქსიმალური, ერთადერთი ადგილი, რომელიც არის 40-იანი არის ის, სადაც ეს მარშრუტი დავიწყეთ ახლა, ანუ პირველივე ჩამოსახოვის არის, რომელიც გამოვიარეთ. დანარჩენი ყველგან 50 არის. აქედან გვეტყვის, რომ 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ, ანუ კიდევ ერთხელ უნდა მოვაბრუნოთ ახლა ჩვენ მანქანა, ქვეითები გადმოდიან, მანქანის შენელებას დავიწყებ, ზებრაზე გავხედოთ, რომ სხვა არავინ არ იყვნენ, ესენი გაგვხსნენ 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ, სარკე შევამოწმე, გვერდით გამოვიხედე და გადმოვედ. ამანქანამ ახლა აი წინ რო არის ეს დიდი გადამასწრო, ჩემს უკან იყო გადამასწრო და ისევ მე მარჯვენა ზოლში, ანუ შუა ზოლში დაბრუნდა. ქვეითებს ხედავ გზის მეორე მხარეს, ამიტომ უნდა დავუთმოთ. ჩერდებით. ბოლო ქვეითი, როცა გაგვხსნე მარჯვნივ გაგვხსნენ, მარცხნივ გაგვხსნენ, მეტი არავინ არ არის და ვაგრძელებთ მოძრაობას. აქ გვეტყვის ისევ კიდევ ერთხელ, რომ მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ, ანუ ჩავრთავთ სიმციმას, მანქანას ცოტათი შევანელებთ. მარჯვნივ გავიხედებით მხარზე არ შემოვარდეს ვინმე სწრაფად. წესით დათმობა არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება სწრაფად შემოვიდეს და მოგვიწიოს გაჩერება მანქანის. ისევ აი აქ გვაქვს ახლა დათმობა, ჩერდებით. მარჯვენა მხარზე კარგად გავხედავ, ახლა რამდენიმე მანქანა მოდის, არ ვიჩქარებ. ეს მანქანას რო გასწდება და ჩემი ზოლი რო გათავისუფლდება, ახლა ერთი მანქანა დარჩა მარჯვენა მხარეს. ნელ-ნელად დავძრავ და შევალ. აქ ძირითადად საცობი არის ხოლმე ამ წრეულზე, დიდი მოძრაობაა ხოლმე, ამიტომ კარგად გაითვალისწინეთ ხოლმე ყველანაირი სიტუაცია, რაც შეიძლება შეგხვდეს. მარჯვნივ ვიყურები ისევ, დიდი მოძრაობა არის, შემოუერთდე მთლიან და ნელ-ნელა მივყვები. თუ არ გავყევი, მაშინ შიგნით მომიწევს მარტო დარჩენა. თუ თავისუფალი იქნება, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. გამორთავთ სიმციმას მეორედ მარჯვნივ მოხვევის შემთხვევაში, გავასწორებთ და ჯერჯერობით მარცხენა ზოლში ვართ, შევანელებ. ქვეითები არ არიან. ეხა ისევ პატარათი ავაჩქარებ, ჩავთავ მარჯვენა სიმციმას, სარკეს შევამოწმებ, მხარზე გამოვიხედები გვერდზე და გადმოვალ შუა ზოლში. ცოტა ხანში დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ, ქვეით და გადასასვლელს მაქსიმალურად კარგად მიაქციეთ ყურადღება, ძირითადად გვიწევს ერთი და იგივე რაღაცის გამეორება, თუ დააკვირდით, მაგრამ საჭიროა, რომ ეს თქვენ კარგად დაიმახსოვროთ. მოძრაობთ პირდაპირ. აქედან გვეტყვის, რომ 500 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ, ზებრას როგორც კი გავწდები, აქამდე შემეძლო, მაგრამ ჯობია, რომ ამ შუქნიშანს და ზებრას გავწდე და მერე დავიკავო მარჯვენა ზოლი. ჩავრთავ მარჯვენა სიმციმას, სარკეს შევამოწმებ, გვერდით გავიხედები და გადმოვალ მარჯვენა ზოლში. 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, თავარია გვერდით გამოსასვლელებთან მანქანები თუ იქნებიან არ შეგვეშინდეს და ფრთხილად და კარგად გავაგრძელოთ მოძრაობა. არ გქონდეს სწრაფი რეაგირება საჭეზე, ან გაზზე, ან მუხრუჭზე. ყველაფერს ვაკეთებთ აუღელებლად ძალიან მშვიდად. ქვეითს ხედავ ახლა, მანქანას შევანელებ, ორი კიდევ ზევიდან მოდის, გავაჩერებ და დავუთმობ. 300 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ დაგვიძახებდნენ, მარცხნივ გავიხედე არავინ არ არის, მარჯვნივაც აღარ მოძრაობენ. გავაგრძელებ მოძრაობას და ახლა რომ მივახლოვდებით ამ შუქნიშანს, დაგვიძახებს, ნახეთ ყვითლებზე გავივლი. ანუ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მალე მოუხვიეთ მარჯვნივ, ჩავრთე მარჯვენა სიმციმა, დისტანციის დაცვით ვაჩერებთ. წინ მანქანამ როგორც ხედავთ, ბოდიშიც მოგვიხადა გზაზე გადმოჭრის გამო. შუქნიშანს ვაკვირდებით, უკან ვიყურები, გვერდით ვიყურები, რომ ჩვენ ირგვლივ სიტუაცია ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენთან. მარცხნივ საგამოსტო მანქანა მოგვიდგა, პირდაპირ აგრძელებს მოძრაობას ჯერჯერობით. აქედან ახლა მარჯვნივ უხვევთ და მარჯვნივ მოხვევის შემთხვევაში ქვეითებს მწვანე ექნებათ. შესაბამისად, როცა მოუხვევთ, თუ ვინმე იქნება იქ ქვეითი, აუცილებლად უნდა გავატაროთ. ამ ქვეითს არ ვუთმობთ. იმიტომ რომ მწვანე ახლა აგვენთო და მისი გზა არ არის, თან შუქნიშანი აქვს თავისთვის განკუთვნილი. მარჯვნივ მოვუხვიეთ, გაგვწდა ყველა ქვეითი და გავაგრძელეთ მოძრაობა. შემოვდივართ მარჯვენა მხარეს, ჩავრთავთ მარცხენა სიმციმას, სარკე მხარი და გადმოვდივართ მარცხენა მხარეს.
ეხლა პირდაპირ ვიყურები, ხედავ რომ მანქანა მოbrunდა, 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე აღმართია და 40-ით მოძრაობას გირჩევთ, პატარა გაზი მიეცით, იმიტომ რომ ზედმეტი რომ მოგივიდეთ, ძალიან გაგექცევათ მანქანა. რამდენიმე ზებრა და შეზღუდვა უნდა იყოს აქ წესით, მაგრამ ჯერჯერობით გზა ახალი დაგებულია და ნიშნები არ გვაქვს, არ ზებრები არ გვაქვს, ამიტომ 50-იანი გზა არის, ქვეითი თუ შეგხვდებათ სადმე მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, რომ თუ გადმოვა გზაზე დაუთმოთ 500 მეტრი მარჯვნივ დაგვიძახებს, მერე გვეთქვის 300 მეტრი მარჯვნივ, ორივე ზოლიდან შეგვიძლია რომ მარჯვნივ მოუხვიოთ, მაგრამ ჯობია რომ მაინც მარჯვენა მხრიდან, მარჯვენა ზოლიდან მოუხვიოთ. ეხლა მე მარცხენა ზოლში ვარ და მარცხენა ზოლიდან შევიდეთ, ხო? მარჯვნიდანაც იგივე ვარიანტი იქნება. შემდეგ ვიდეოებში უკვე მარჯვენა ზოლიდან შევიდეთ. აქ გვეთქვის რომ მალე მოვუხვიოთ მარჯვნივ, ანუ ჩავრთავ ეხლა მე მარჯვენა ციმციმას. გავაჩერებ, ხარზე გავიხედები მარცხნივ შორს არის, მარჯვენა ზოლს გადავკვეთავ და შემდეგ მოვუხვევ. აი ეს. წინ უკვე გვაქვს ანიაღვრე, სადაც ქვევით წყალი გადის ხოლმე და შესაბამისად შეგვიძლია რომ ჩვეულებრივ ხელოვნურ უსწორმასწორობად ჩავთვალოთ და ნელა გადავატაროთ მანქანა. შემდეგ ავაჩქაროთ, ჩავრთოთ მარჯვენა ციმციმა, მარჯვენა სარკე, მარჯვენა მხარე და გადმოვიდეთ მარჯვენა ზოლში. მითითებასაც გვეტყოდა რომ 500 მეტრში მარჯვნივ მოუხვიოთო, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაც არის, თუ სიტყვაზე ცოტათი გვიან გითხრათ, აქ მაინც დაიკავეთ მარჯვენა ზოლი, იმიტომ რომ მარჯვენა ზოლი რადგან თავისუფალია, მარცხენა ზოლში ყოფნისთვის მსუბუქი შეცდომა არ მივიღოთ. 300 მეტრი მარჯვნივ მაგასაც გვეტყოდა, აი აქ რომ მოუახლოვდებით, შემდეგ დაგვიძახებს რომ მალე უნდა მოვუხვიოთ მარჯვნივ. ოღონ ამ ადგილზე დაიმახსოვრეთ, მარცხენა ციმციმა ირთვება. ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას. ცოტათი წინ მოვალთ, სამკუთხედები გვაქვს აქ, ხარზე გავიხედები მარცხნივ, არავინ მოდის ოდნავ კიდევ ერთხელ გავიხედები სარკეს, შევამოწმებ და შევუერთდები გზას. აქედან როგორც კი შემოვედი და აი ამ გზას შემოვერთდი, უკვე 70 მაქვს მაქსიმალური, 50 აღარ არის და ნელ-ნელა მანქანას ავაჩქარეთ, ანუ შემოერთების დროს მანქანის აჩქარება უკვე სავალდებულოა. წინ მოსახვევი იქნება, ამიტომ როგორც კი მოუახლოვდებით, ნელ-ნელა მანქანას ოდნავ ტორმოს შევაპარებთ, იმიტომ რომ დიდი დისტანცია თუ გვექნება განსაკუთრებით ჩვენ წინ მყოფ მანქანასთან, შეიძლება გზა გადმოგვიჭრან, ამიტომ დისტანციის დაცვასთან ერთად სიჩქარეც გავაკონტროლოთ აუცილებლად კარგად, რომ ხელი არ შეგვიშალოს ვინმემ, ან ჩვენ არ შევუშალოთ ვინმეს. სამოცდაათი გვაქვს, 45-ით მოვდივარ ამ შემთხვევაში, ჩემ წინ დისტანცია მიჭირავს და ჩემ წინა მანქანაც ნელა მოძრაობს, ხა ნელ-ნელა ავჩქართ და 60-ით ვაგრძელებ მოძრაობას და ეს ჩვენთვის კარგია. 70-იანი ზონა არის, 60-65-ით რომ მოძრაობთ კარგია, მთავარია 70-ს არ ავწდეთ და მოძრაობა თუ იქნება ნაკლები, ამ შემთხვევაში როგორც არის, ხა 50-ით მოვდივარ, მაშინ ეს პრობლემა არ იქნება და 50-ით გააგრძელებთ ჩვეულებრივ მოძრაობას. 70-იანი ნიშანი კიდევ ერთხელ მოგცა, ერთი ხო წეღან იყო, ერთი აქ არის. მეორედ როცა მოგცემს ხოლმე, უკვე აღარ ვჩქარავთ. და აღარ ვჩქარავთ რატო? წინ ნახეთ 200 მეტრში მაგისტრალი არის, გვეუბნება და 50 გვაქვს სიჩქარის შეზღუდვა. ანუ აქ უნდა შევანელოთ, რომ 50-ზე სწრაფად აღარ მოძრაობდეთ, 51-იც რომ იყოს, უკვე მსუბუქ შეცდომას დავიწერთ. ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ზედმეტად სწრაფები არ ვიყოთ. მარცხნივ გავიხედო, იქიდან რომ შემოვიდეს ვინმე შეიძლება სწრაფად შემომიერდეს და ხელი შემიშალოს. 90-იანი მაქვს, როგორც კი მაგისტრალს შემოვერთები, ნელ-ნელა სიჩქარის მომატებას დავიწყებ და ხა 60-ია, 45, ისა 50-ით ვიყავით, 60-მდე ავაჩქარეთ, მერე 70-მდე ავაჩქარეთ, მერე 80-მდე ეტაპობრივად. პირდაპირ ესე 90 არ 80 ან 90 არ აკრიფოთ, ხო? მარცხენა სარკეს შევამოწმებ, ხარზე გამოვიხედებით, ჯერჯერობით, ეხლა მე 70-ით მოვდივარ, ეს მოდის რამდენი? 60-ით. ავაჩქარეთ მანქანას და გადავასწრებ. მარცხენა ზოლში ვარ, ჩავრთავ ეხლა მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკეს შევამოწმებ, გვერდით გამოვიხედე, რომ ის მანქანა არ წაუმეწიოს და გადმოვედი მარჯვენა ზოლში. მარჯვენა მხრიდან გვერდდებიან, ამიტომ ყურადღება მივაქციოთ, რომ შემოერთების დროს წესით აქ არ შეიძლება შემოერთება ნიშანთან უნდა გადმოვიდნენ, მაგრამ მაინც არღვევენ ხოლმე წესებს და შემოდიან ხოლმე ჩვენთან მარცხენა ზოლში, გადმოდიან ხოლმე დარღვევით. თქვენ გაითვალისწინეთ, რომ აი აქ პირდაპირ და მარცხნივ ის არის, რომ გვაქვს შეერთების ზონა, მანდ უნდა შემოვუერთდეთ მარჯვენა სარკეს შევამოწმე, რომ იქიდან არავინ გადმომიჭრას ეხა გზა და გავაგრძელე მოძრაობა.
თუ იქვინმე იქნება, უმჯობესია რომ გავატაროთ და მარცხენა ზოლში გადავიდეთ, შემოგვიერთდეს და მერე ან ჩვენ წინ წავა, ან ჩვენ წავალთ მის წინ და დავბრუნდებით მარჯვენა ზოლში. სამოცდაათით მოძრაობ ეხა ამ მომენტში 90-იანია გზა, წინ ვხედავ რომ რამდენიმე მანქანა ჩემზე უკან უფრო ნელა მოძრაობენ, წინაც ვხედავ რომ ჩემზე წინ ვინებიც არიან, შედარებით ნელა აგრძელებენ მოძრაობას. არა და ისეთი სიტუაციაც არ გვაქვს, უბრალოდ ეს მანქანა მაგალითად ორივე ზოლში ერთდროულად არის. ამიტომ ან მარცხნივ გადმოვა და მარცხნივ გადმოვიდა, ან მარჯვნივ წავიდო და შევანელე, იმიტომ რომ მარცხენა მხარეს მანქანები მყავდნენ და ვერ გადავუსწრებდი, გვერდს ვერ ავუვლიდი, ამიტომ შევანელე და შემოუშვი, რომ გადაწყვეტილება მიიღოს საით წავიდო და აქედან გვეუბნება 500 მეტრი მარჯვნივ მხარზე გახედვა არ უნდა დაგვაუწყდეს არც ერთ შემთხვევაში, ანუ აქ რომ მოუახლოვდებით, მხარზე გავიხედებით მარჯვენა მხარეს, რომ არავინ მოდიოდეს, ვასწორებთ, პირდაპირ მივდივართ, ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას თავიდანვე, სარკეს შევამოწმებთ, გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. მერე მარცხენა სარკეს ვამოწმებთ, რომ აქ არავინ გადმოგვიჭრას გზა, ციმციმას ან როგორც გითხარით, აქ გავთიშავთ, ან ცოტა ხანში თვითონ გაითიშება და ეგრე ვიქცევით, ანუ არ ვთიშავთ თუ მაგალითად ყურადღებას გაგვიფანტავს ციმციმის გამორთვა. ჯობია რომ ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით მოვეკიდოთ გზას და არა მარცხენა ან მარჯვენა ციმციმას. ციმციმებიც რა თქმა უნდა ყურადღების მისაქცევია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ჯობია გზას უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ, ვიდრე ციმციმის გამორთვას. მარლე მოუხვეთ მარჯვნივ, გავაჩერეთ, მარცხენა ციმციმა ჩავრთეთ, ხარზე გავიხედები, ცოტა რომ ეჩქარა რეალურად გავიდოდი, მაგრამ არ ვჩქარობთ არც ერთ შემთხვევაში, ველოდებით მანქანებს რომ დასრულდეს და შემდეგ უკვე უსაფრთხო მომენტში უნდა გავიდეთ. მარცხენა მხარზე კიდე გავიხედოთ რა, ეხა 4 მანქანა კიდე მოდის, გაიარონ და შემდეგ გავაგზავნოთ მოძრაობა, თუ მათ უკან აღარავინ აღარ იქნება. ბევრი დაგროვდნენ. აქ არის ხომ ესეთ სიტუაცია, რომ ხან შეიძლება მთელი 5 წუთი ვერ გავიდეთ, ამიტომ თუ საჭირო გახდება, დაელოდეთ. აი, ამ ვერცხლისფერი მანქანის მერე კიდევ ერთხელ გავიხედები, მარცხენა ციმციმა გვაქვს ჩართული, შემოვერთდები, სარკე შევამოწმე, ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია უკან სიტუაცია დავინახოთ, რამხელა დისტანციით შემოვერთდით და ზედმეტად ახლოს ხო არ არის, აჩქარების შემდეგ ციმციმას გამორთავთ და გავყვებით ჩვეულებრივ გზას 60-ით 65, მაგრამ ჯობია მაინც რომ 55-60-მდე აჩქაროთ და მეტი აღარ წამოხვიდეთ, იმიტომ რომ აქ უკვე გვექნება ისევ სიჩქარის შეზღუდვა 50-იანი და მანქანის შენელება მოგვიწევს, ანუ ნელ-ნელა მუხრუთ შევაპარებთ ფეხს, 50 გვაქვს, 51-ით შემოვედი, დავაგდე ოდნავ კიდე სიჩქარე და დავიჭირე 50 მაქსიმუმ, 45 ან 50. აქ უკვე 40-ით მოძრაობა ზედმეტად ნელი იქნება. შეიძლება 40-ით რო იმოძრაოთ, აი აქ ვიღაცამ გაიძულოთ, რომ გვერდზე მიიწიოთ, ზოლი გადაკვეთოთ და გვერდიდან გამოძრეს და აბგონი გაგვიკეთოს, მაგრამ ჯობია 45-ით ან 50-ით შემოვიდეთ და ცენტრი გვეკაოს გზის. მარცხენა სარკე შევამოწმე, ნელ-ნელა ძალიან მსუბუქა დავაჩქარებ მანქანას, იმიტომ რომ უკანა ზოლიდან მანქანა მისწრებს, ან ჩემს უკან მისწრებს მანქანა, აი ესე გვერდით. სარკე შევამოწმე, მხარზე გამოვიხედე და გადმოვედი. ესეც ისევ ავტობანი, მაგისტრალი, რომელიც აგრძელებს მოძრაობას პირდაპირ, დავბრუნდებით ეგრევე სააგენტოში. ძველი მარშრუტები ქალაქში ბრუნდებოდა ხოლმე, ზოგი ოღონდ ყველა არა და ქალაქში დაბრუნება ესტაგადაზე მოძრაობა აღარ გვიწევს. შეიძლება გქონდეთ კითხვები, რომ იქ რატო აღარ ავდივართ არც ერთ ვიდეოში, ძველ ვიდეოებს თუ ნახავთ, ის ვიდეოები ცდებს, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი სასწავლო გაკვეთილები არის და ისწავლით. შემდეგ აი აქ ნახეთ მარჯვნივ გადავდიოდით და ავდიოდით პირდაპირ ქალაქში. შემდეგ კრუგავთ, მოვდივართ და ასე შემდეგ. ძველ ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ. ახალ ვიდეოებში, ახალ მარშრუტებზე ახლა ქალაქში არც ერთი აღარ ბრუნდება, პირდაპირ აგრძელებს ყველა მარშრუტი მოძრაობას, ანუ ყველა მარშრუტის მაგისტრალი არის ერთი და იგივე. მოვდივართ ესე 90 მაქვს ამ შემთხვევაში მე დაჭერილი და 90-ით ვაგრძელებ მოძრაობას, ხიდს რომ მოვახლოვდებით სადღაც აი ამ დისტანციით, გას ვუშვებთ ფეხს, მე ოდნავ მუხრუჩას შევაპარებთ, იმიტომ რომ 70-იანი ზონა გვაქვს, 500 მეტრი მარჯვნივ, 300 მეტრი მარჯვნივ დაგვიძახებს, ზედმეტად მიწევს ახლა შენელება უყურეთ ამ მანქანის გამო, ტრაქტორის გამო.
300 მეტრი მარჯვნივ დაგვიძახებს, ჩავთავ მარჯვენა ციმციმას, რომ აქედან უკვე უნდა გადავიდე მარჯვენა ზოლში, სარკე შევამოწმე, მხარზე გავიხედე და ნელ-ნელა წამოვალ. არ ვიჩქარებ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მომენტში შემოუხვიოს, გავცდით და ვსო. როცა დავრწმუნდი, რომ აქეთ აღარ წამოვიდა, შემოვედი. ციმციმა გამოვთი და აქ ეხა თავიდან ჩავთავ. მალე მოუხვით მარჯვნივ, აი ეს. და შემოვდივარ ან მარჯვნივ, ან შუაში, ან მარცხნივ. მნიშვნელობა არ აქვს, ჯობია რომ მაინც ნელ-ნელა შემოიპაროთ და მარჯვენა მხარეს შემოიყვანოთ მანქანა და არა მარცხნივ ან შუაში, მაგრამ ზოგადად მნიშვნელობა არ აქვს, რომელში შეხვალთ. მთავარია აქ ჩვენ უბრალოდ უსაფრთხოებაში ვიყოთ დარწმუნებულები და ზედმეტად სწრაფად არ შემოვიდეთ, იმიტომ რომ მან ქვეითებით განან ხოლმე და საფრთხე არ შეგვიქმნას. აქედან დაგვიძახებს 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ, ანუ დასრულდება უკვე ჩვენი გამოცდა, ხო? ჯერჯერობით არ ვიჩქარებ, ერთი მანქანა მოდის, წინაც ისეთ სიტუაცია არ მაქვს, რომ ვინმე ხელი შემიშალოს. ამიტომ სარკე შევამოწმებ, ხედავ, რომ სიცარიელია 300 მეტრი, აქ დაგვიძახებ და რომ 300 მეტრი მარცხნივო და სარკე შევამოწმეთ, გვერდით გამოვიხედეთ და გადმოვედით. 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ, ანუ იქ დასრულდება ჩვენი გამოცდა. მოვდივართ, დათმობას ისევ ვიმეორებ, რომ წრიულზე გვაქვს და არა მანამდე შემოსასვლელში, მანამდე თვითონ აქვს დათმობა, მხარზე გავიხედები მარცხენა მხარეს, ნელ-ნელა შემოვერთდები, აქედან ნახევრად რო უკვე მოვუხვევთ, ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას, სარკეს შევამოწმებთ, მხარს შევამოწმებთ და გავასწორებთ საჭეს და ესე პირდაპირ შევალთ პარკინგის ნიშნებთან.